ეხლა ავღანეთზე გადავდივართ, სადაც თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნებიდან 5 წელი გავიდა. ისინი მართავენ ამ ქვეყანას. ისინი ამტკიცებენ, რომ ავღანეთს სტაბილურობა დაუბრუნეს. ამავე დროს, ადამიანის უფლებები, პრობლემები რჩება, თუ გაეროს წარმომადგენლებს ან სხვებს ესაუბრებით, რადგან ქალებსა და გოგონებს უფლებები წართმეული აქვთ. სინამდვილეში, ახალგაზრდა ქალებს არ შეუძლიათ მე-6 კლასის შემდეგ სკოლაში სწავლა გააგრძელონ და ქალებსაც კი არ აძლევენ უფლებას საზოგადოებრივ ადგილებში, მაგალითად სპორტ დარბაზებში, მამაკაცი თანხლების გარეშე იმყოფებოდნენ. ასე რომ, კითხვა ასეთია: რა შეგვიძლია დავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით? და ეხლა ჩვენთან ერთად კანადიდან სტუმარია ფაროზა მუსტარი, ფსიქოლოგი და ავღანეთის ქალთა ფონდის საბჭოს წევრი. მადლობა, რომ აქ ხართ. მადლობა, რომ დამპატიჟეთ. მოგვიყევით, როგორც ქალთა უფლებების დამცველმა, როგორი იყო ავღანეთში ქალების მდგომარეობა თალიბანის დაბრუნებამდე და შეადარეთ ამას დღევანდელ სიტუაციას. ახლა უფრო ცუდია. მადლობა. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო დაკარგული შესაძლებლობების 5 წელი. როცა ამას ვამბობ, გულისხმობ იმას, რომ მანამდე ქალებს შეეძლოთ გამოეყენებინათ თავიანთი სრული პოტენციალი, მათი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მაგრამ ეხლა იცით, ისინი სახლში ტყვეები არიან და მათ დაკარგეს საკუთარი იდენტობა. და ეს ცდება მხოლოდ ქალებს, რადგან ის სიტუაცია, რომელსაც ავღანეთში ყველა ვაწყდები, გავლენას ახდენს ოჯახებზე, ბავშვებზე და ავღანეთის მომავალზე. ასე რომ ეს ცდება მხოლოდ ქალთა უფლებებს, ეს აღარ შეიძლება იყოს მხოლოდ ქალთა უფლებების საკითხი, ეს კრიზისია. ჩვენ როგორც ავღანელი ქალები, ამას კრიზისს უწოდებდით. გონია, რომ ოჯახი ყავთ, ავღანეთში ყავთ ნაცნობები. როგორია ამ დღეებში გოგოთ ყოფნა, როცა იცი, რომ მე-6 კლასის შემდეგ ცხოვრება აღარ გექნება? ძალიან რთულია. უკიდურესად მძიმეა. ეს ყველაზე რთული ეპოქაა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. და ვფიქრობ, როგორც ქალი, რომელმაც თავად ნახა თალიბანი 1995 წელს, მე უბრალოდ ვგრძნობ ამას. და როცა იქ ოჯახი ყავს, როცა იქ ახლო მეგობრები ყავს, ძალიან რთულია იცხოვრო იდენტობის გარეშე. იყო ცოცხალი, მაგრამ არ ჰქონდეს უფლება იცხოვრო როგორც ადამიანი. ეს ძალიან მძიმეა არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც იქ ცხოვრობს და ასეთ წესებს ემორჩილება. ხო, და წარმომიდგენია ოჯახებში, როგორც თქვენ იცით, როგორ არიან ოჯახის მამაკაცები? წარმომიდგენია, რომ იცით, არა ყველა ოჯახში დარწმუნებული ვარ, ბევრ მამას და ქმარსაც სურს, რომ შეეძლოს რამე გააკეთოს თავისი საყვარელი ადამიანების დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ასე რომ ისინი მაინც უჭერენ მხარს და ეხმარებიან თავიანთ საყვარელ ადამიანებს, აძლევენ შესაძლებლობას, რომ ფარულ სკოლებში იარონ, კონდეთ ცდომა ონლაინ განათლებაზე, მათ ინტერესებს სხვადასხვა გზით იცავენ. ისინი მაინც იქ არიან და მხარს უჭერენ. მაგრამ არსებობს სისტემური შეზღუდვები, რომელსაც ვერავინ გადააბიჯებს, როცა კანონი გზღუდავს, როდესაც შენზე დაწესებულია რეგულაციები. ასე რომ ეს სისტემური პრობლემა, თუნდაც ხარდამჭერი ოჯახი ყავდეს, ეს მაინც არ იმუშავებს. დიახ, შეიძლება გარკვეულწილად მართოს სიტუაცია, დაგეხმაროს კონცენტრირებაში და სწავლის პროცესში ჩართულობაში, მაგრამ ეს საბოლოო გამოსავალი არ არის. მართალია, საერთაშორისო საზოგადოება სწორად რეაგირებს, როდესაც თალიბანს არ აღიარებს. მე ვიტყოდი, რომ ეს არ მოაქვს პრაქტიკულ ცვლილებებს ქალების ცხოვრებაში, დიახ, მაგრამ არ აღიარება არ ნიშნავს, რომ თქვენ ქალებს უჭერთ მხარს. ხო, ასეა. მდგომარეობა მას შემდეგ არ შეცვლილა. დიახ, უკვე 5 წელია. ასე რომ ჩვენ სხვადასხვა პლატფორმაზე საუბრობდით, იყო ხარდამჭერები, პლატფორმები იყო, მაგრამ პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა. არაფერი შეცვლილა. Wow.
სკოლის არც ერთი კარი ჯერ არ გახსნილა. არც ერთ გოგოს ჯერ არ აქვს უფლება სკოლაში წავიდეს. ამიტომ მე არ ფიქრობ, რომ მადიდებთან ჯდომა და ავღანელი ქალების შესახებ საუბარი რაიმე ცვლილებას მოიტანს ავღანელებში. ავღანელი ქალების ცხოვრებაში მათთვის, ვინც ჯერ კიდევ იქ არის, მართალია და გვიყურებენ ყველას. ვაუ, კარგი ფაროზა, დიდი მადლობა თქვენი შეხედულებისთვის. ნამდვილად სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა, გმადლობთ.